ჯაშუში. ყველაზე რადიკალური რამ, რაც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა თქვას, არის მე ვარ თეთრი. უკანასკნელ წლებში გაჩნდა მემარჯვენე ექსტრემიზმის ახალი ფორმა, რომელსაც ალტრაიტი ეწოდება. ალტრაიტი რა არის? მითხარით. მისი განმარტება მითხარით. აშშ-ში დაიწყო და ახლა მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ალტრაიტის ბევრი მიმდევარი თვლის, რომ თეთრკანიანები გადაშენების პირას არიან. მეინტერესებს, რატომ არ შეიძლება რომ ესელტოლულები ჩავთვალოთ მტრებად და კი არ გადავარჩინოთ? არამედ დავხვაცოთ, ავაფეთქოთ მათი ნავები. ტორპედო გავუშვათ და უბრალოდ გავანადგუროთ. ცოტა ხნის წინ მარგინალური ალტრაიტი სულ უფრო და უფრო ორგანიზებული გახდა და მისი წევრები რეგულარულად იკრიბებიან დახურულ კარს მიღმა, რათა მოემზადონ რბოლისთვის, რომელიც მათი აზრით მალე დაიწყება. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცის ისტორია, რომელმაც 1 წელი გაატარა ნაცისტებთან. მგონია რომ გარკვეულ დონეზე ყველა ჩვენგანს მოსწონს აზრი, რომ ჩვენი სამყარო განადგურდება. მოგწონს ეს იდეა რა? პატრიკ ჰერმანსონმა პოლიტიკური აქტივიზმი ადრეული ასაკიდან დაიწყო. თინეიჯერობის დროს ის ძალიან იყო შეშფოთებული მზარდი დისკრიმინაციითა და რეპრესიებით. ამიტომ შვედურ ანტიფაშისტურ ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა. როდესაც ის 2016 წელს ლონდონში წავიდა სასწავლებლად, განწყობილი იყო, რომ აქტივიზმი გაეგრძელებინა. ჯო მალჰოლი თავარი მკვლევარია ორგანიზაციაში. Home Not Hate. მისი საქმე არის ფაშიზმისა და რასიზმის კვლევა. შედეგები კი ინტერნეტში ქვეყნდება, რათა დისკრიმინაცია და რასობრივი ძალადობა აღმოიფხვრას. ის ამბობს, რომ პროექტი აქვს და მიყვება ლონდონ ფორუმის შესახებ. ლონდონ ფორუმის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ის მცირე ინფორმაცია, რაც Home Not Hate-ს ჰქონდა, უკვე საკმაო შეშფოთებას იწვევდა. გაერთიანებული სამეფოს ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები, როგორიც აეროვნული ფრონტი, ლონდონ ფორუმს საერთაშორისო ქსელურ ჰაბად იყენებდა. ეს არის მოძრაობა, რომელიც მუშაობს და შეხვედრებს აწყობს სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი მოგზაურობენ ერთმანეთის კონფერენციებზე, გამოდიან და დაფინანსება მთელ მსოფლიოში მიდის. სწორედ ეს არის თანამედროვე ულტრამემარჯვენეობის ყველაზე სახიფათო მხარე. ეს საერთაშორისო მოძრაობაა და ლონდონ ფორუმი ინფორმაციისა და ცოდნის ამ გაცვლას უწყობდა ხელს. ერთადერთი ლიდერი, რომელიც ღიად მოღვაწეობდა და არ იმალებოდა, იყო ჯერემი ჯეზ ტერნერი. ჯეზ ტერნერი დიდი ფიგურა იყო, ცნობილი სახე, მას ყველა იცნობდა. ანტირასისტული, ანტიფაშისტური მოძრაობების წევრები მას კარგად იცნობდნენ. ის ყოველთვის ჩანდა, ყოველთვის ხმამაღლა ლაპარაკობდა, საჯაროდ გამოდიოდა და არაფერს ერიდებოდა. ისინი ანტისემიტს გიწოდებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ბედავ და ეთანხმები მოსაზრებას, რომ ებრაელები აკონტროლებენ ყველაფერს, რისი ფლობა და გაკონტროლებაც სარფიანია. პატრიკს უნდოდა მაქსიმალურად ღრმად შეეღწია ლონდონ ფორუმში და ამისთვის ყალბი იდენტობა უნდა შეექმნა. მან საკუთარ თავს ერიკ ჰელბერგი დაარქვა და თავს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სტუდენტად ასაღებდა. ასევე მან სოციალურ მედიაში შექმნა თავისი პროფილი. 2016 წლის ოქტომბერში ის კონტაქტში შესასვლელად უკვე მზად იყო. საჯარო ელექტრონული პოსტის მისამართზე გაუგზავნეთ წერილი და თავი წარუდგინე მათ. მათ მითხრეს, შენ შვედი ხარ, ამიტომ სტედს უნდა შეხვდეო. სტედი შვედურის სწავლას ცდილობდა. სტედმანი უცნაური პერსონაჟია. ის ასაკოვანიკაცია, ამიტომ მის შესახებ სოციალურ მედიაში არაფერი იყო. ამიტომ ღია წყაროებიდან რაიმე ინფორმაციას ვერ იპოვიდი. 2016 წლის ნოემბერში პატრიკმა სტედს შეხვედრა სთხოვა. სტედმა ის თავის საყვარელ კაფეში დაპატიჟა, ნორდიკ ბეიკერიში, რომელიც სოხოში მდებარეობდა. მალჰოლმა პატრიკს ფარული კამერა დაუმონტაჟა. როდესაც კამერა გიკეთია, თავს ხიფად შეიგდებ.
რამე რომ მოხდეს თავს ვერაფრით გაიმართლებ. როგორ ხართ? კარგად. თქვენ? კარგად. დღეს კარგი ამინდია არა? დიახ. მან იმ წამსვე შვედურად დაიწყო საუბარი. საკმაოდ კარგად ფლობდა ენას. მითხარით რა შემოგთავაზოთ? მხოლოდ ყავა. ყავა? სტედმანი შვედეთში ნამყოფი იყო. სტოკჰოლმში დაესწრო ერთ კონფერენციას. მითხრა რომ შვედი ულტრამემარჯვენეებით მოხიბლული იყო, რადგან ისინი განათლებულები და ნორმალური ადამიანები იყვნენ. ვფიქრობ, შვედეთი ძალიან გაძლიერდა. ის ძალიან არის დაინტერესებული შვედეთით და ყველაფერი შვედურით. მას უყვარს სკანდინავია და თვლის, რომ წარმოშობით იქიდანაა. ინტერესი შვედეთის მიმართ წარმოიშვა იმ რწმენიდან, რომ არიული რასა სკანდინავიიდან იღებს სათავეს. მას ძალიან უნდა შვედური სწავლა. პატრიკს სთხოვა, რომ მისი მასწავლებელი იყოს. ყოველთვის უნდა გქონდეს კონტაქტი, როდესაც შედიხარ და გამოდიხარ. ეს უსაფრთხოებისთვისაა. ძალიან მშვიდი ჩანდა და მონდომებული იყო, რომ მეტი გაეკეთებინა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ შეგვედგინა მოქმედების გეგმა, თუ რამდენად შორს შეეძლო შესვლა პატრიკს და მაქსიმალური ინფორმაციის გამოტანა. რათა შემდეგ გავლენა მოგვეხდინა ყველაფერზე, რასაც ის შეიტყობდა. პატრიკს ახლა უნდა გამოეკვლია ორგანიზაციის სტრუქტურა. ვინ ვის ხვდებოდა? გადაეღო მათთვის ფოტოები და მომავლის გეგმები გაერკვია. პატრიკი ძალიან სწრაფად დაუახლოვდა სტედს. მისი აზრით, სტედმანისთვის უფრო მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია. სწორედ მაშინ მოვიფიქრეთ დისერტაციის გეგმა. იმისთვის, რომ პატრიკს მაქსიმალურად ბევრი შეკითხვა დაესვა და ეჭვი არ გამოეწვია, მან და ჯომ მოიფიქრეს ისტორია, ვითომ პატრიკი თავისი საუნივერსიტეტო დისერტაციისთვის ულტრამემარჯვენეების საქმიანობას იკვლევდა. აღმოჩნდა, რომ სტედი ორგანიზატორი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო იქ. სწორედ ის იწვევდა ადამიანებს. მას ჰქონდა ყველა კონტაქტი. დისერტაციისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების საბაბით პატრიკი ეკითხება სტედს. შეიძლება თუ არა უფრო მეტ ადამიანს შეხვდეს ალტრაიტის შიდა წრეებიდან. სხვებსაც იცნობ? შეგიძლია მათ შემახვედრო? ო, უმეტესობას. ბევრს. უმეტესობას იცნობ? კარგია. ძალიან მალე მან სხვადასხვა ღონისძიებებზე დაიწყო ჩემი დაპატიჟება. ეს არის ნილი, ეს არის ერიკი. გამარჯობა ერიკ, სასიამოვნოა. სტედმენმა პატრიკი წაიყვანა ცერემონიაზე, სადაც სკანდინავიურ ღმერთს ოდინს მიაგებდნენ პატივს. სკანდინავიური მითოლოგია პირველ გერმანელ ნაცისტებსაც აინტერესებდათ, რომლებსაც სტუდენტის მსგავსად სჯეროდათ, რომ არიული რასა სათავეს სკანდინავიიდან იღებს. მათ დაიწყეს ლოცვა და ოდინს მოახლოებული რასობრივი ომისთვის ძალების მონიჭებას თხოვდნენ. დანეთქვენმა და თქვენი თანამემამულეების მსხვერპლმა შთაგონება გამოიწვიოს მათში, ვინც იმავე ასაკის იქნება, როდესაც ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დავდგებით. გამარჯობა, გამარჯობა. სასიამოვნოა. დროთა განმავლობაში სტედმანმა ლონდონ ფორუმის შიდა პოლიტიკური წრისკარით გააღო. როდესაც უაითჰოლზე მდგომმა წარმოუდგეს სიტყვა, დაუნინგ სტრიტის საპირისპირო მხარეს ვიდექი და მთელი მსოფლიოს პრესა იქ იყო. ჯესტერნერი უყვება პატრიკს, რის მიღწევა სურდა, როდესაც 2015 წელს პარლამენტის წინ მდგომმა თავისი სკანდალური სიტყვა წარმოთქვა. მე მქონდა არჩევანი, მქონოდა ჩვეულებრივი საშუალო გამოსვლა, ან რაიმე უფრო ამაღელვებელი მეთქვა. ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ გადამწყვეტი დრო დგება. ეს სწორედ ჩემი დრო იყო და მე ის გამოვიყენე. კომუნიზმი, გულაგები, კატინი და 100,000-ობით დახოცილი ადამიანი.
ებრაელები არ იყვნენ მსხვერპლნი, არა, ისინი ამ დანაშაულების ჩამდენი იყვნენ. დააპატიმრეთ ის. დააპატიმრეთ. ტერნერი უხსნის პატრიკს, რომ უაითჰოლზე მდგომი მცირერიცხოვანი ხალხი სულაც არ იყო მისი აუდიტორია. როდესაც იქ ლაპარაკობ, პატარა ჯგუფი გისმის და გეწინააღმდეგება. მაგრამ ამ დროს შენ სინამდვილეში YouTube-ის აუდიტორიას ელაპარაკები. ათასობით ადამიანს, რომელიც გიყურებს. ამ დროს შენი ამოცანაა, რომ კანონის ფარგლებში დარჩე, თუმცა ზღვარზე გაიარო. რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ტერმა შენი დასჯა მოითხოვოს, მაგრამ ვერ დაგსაჯონ. იდეალურ შემთხვევაში სასამართლოში გიჩილოს და ვერ მოგიგოს. შემდეგ რომელიმე ჟურნალისტი განიხილავს ამას. ნებისმიერ შეუძლია განიხილოს, იმიტომ რომ სასამართლო არ დაგშეს. მომისმინეთ ჯარისკაცებო, დროა ჩვენი სამშობლო გავათავისუფლოთ. ტერნერმა მართლაც შეძლო კანონის პროვოცირება და მას რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში დასდეს ბრალი. ახლა მხოლოდ იმის გაგება იყო საჭირო, რამდენად შეძლებდა ის თავისუფალის სიტყვის იმ დონემდე გაფართოებას, რომ ანტისემიტიზმი მისაღები გამხდარიყო. 2017 წლის გაზაფხულისთვის პატრიკი უკვე ტერნერისა და სტედმანის სრული ნდობით სარგებლობდა. ისინი ამ შვედ ახალგაზრდას ფორუმის ყოველდღიურ საქმიანობაში რთავდნენ, სადაც უსაფრთხოება ყოველთვის უმთავრესი იყო. ოთახის ბოლოში რომ მამაკაცია მარტინი ქვია და Hope Not Hate is ჯაშუშია. მოიცადე, უკაცრავად. ვინ? მარტინია. ოთახის ბოლოში ზის. არაფერი უთხრა ისეთი, რაც ნიშნულოვანია. ეს გაითვალისწინე. რაც უფრო ღრმად შევდიოდი, მით უფრო პარანოიკული ვხდებოდი. ეს საუბარი იმის დასტური იყო, რომ მენდობოდნენ. მაგრამ ამან პარანოია უფრო გამიძლიერა. ფაქტი რომ სტედმა მიმიღო, სულაც არ ნიშნავდა, რომ სხვებიც მენდობოდნენ. შემდეგ კი რამდენიმე თვეში სტედმა მკითხა. ხომ არ გინდა ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებელი იყო? სასიამოვნოა. გამარჯობა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. თქვენ აქ მუშაობთ თუ მონაცემებს ამოწმებთ? ესე მოხდა, რომ მე ინფილტრირებულ ადამიანს, რომლის ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმება ყველას დაავიწყდა, ახლა სხვების ბიოგრაფიული მონაცემები უნდა შემემოწმებინა. ჩვენ გვაინტერესებს მათი პოლიტიკა, მისწრაფებები და აქტივიზმი. ჩვენ მეკითხებით, რატომ მოხვედი ახლა და არა 5 წლის წინ? ისინი კი გვპასუხობენ, იმიტომ რომ ახლა ტრამპი აირჩიესო. ანუ ისინი თვლიან, რომ ახლა მათი იდეები უფრო მიღებულია. ისინი ამას უყურებენ როგორც ნიშანს, რომ ქარის მიმართულება მათ სასარგებლოდ იცვლება. შემდეგ ერთ დღეს ისეთი რაღაც მოხდა, რასაც მუსულმანური აკრძალვა ქვია. სწორედ ამის გამო იყო, რაც შემდეგ მოხდა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ამ ორგანიზაციისთვის, ასევე ევროპისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის. იმის მიხედვით, თუ როგორ გამოხატავს თავის აზრებს ტრამპი, ამ ხალხმა ჩათვალა, რომ ის მათ მხარეზეა. ის მიიღეს როგორც მხსნელი. ისინი მას უკავშირებენ ისეთ რაღაცებს, რაც მას პირდაპირ არასდროს უთქვამს, მაგრამ პირებად ბევრჯერ მიანიშნა. ერთი ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც იყო, როდესაც საკუთარი თავი ბაყაყი პეპეს სახით გამოსახა რეკლამაზე. რითიც პირდაპირ და აშკარად ასიამოვნა ალტრაიტი. ბაყაყი პეპე პირველად გამოჩნდა ამერიკულ მულტფილმში, რომელიც უსაქმურ თინეიჯერებზე მოგვითხრობდა. ალტრაიტმა შემდეგ ეს პერსონაჟი რასისტული ხუმრობებისა და პროპაგანდის გავრცელებისთვის გამოიყენა. ბაყაყი პეპე და მსგავსი მიმების კულტურა, რომელიც მათ ინტერნეტ სივრცეში შექმნეს, ირონიის საფარქვეშ არის დამალული.
ეს ირონია იმისთვის გამოიყენება, რომ თავი დაიცვან ადამიანებისგან, რომლებიც მათ პოზიციას ეწინააღმდეგებიან. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ ექსტრემისტული აზრები გამოხატონ და როდესაც ვინმე დაუპირისპირდება, იტყვიან, რომ ეს უბრალოდ ხუმრობაა. ეს ბაყაყი პეპე მათ ოსვენციმის კონცლაგერში ჩასვეს და საშინელი ანტისემიტური ხუმრობებისთვის გამოიყენეს. შემდეგ კი თქვეს, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. ამით ისინი აღწევენ იმას, რომ ადამიანებს ძალადობრივ ანტისემიტურ გამოსახულებებს აჩვენებენ. რათა მსგავსი პროპაგანდა შემდეგ ნორმალური გახდეს. ერთი მიმი იყო, რომელზეც ბაყაყი პეპე გამოსახეს ამერიკული დროშის ფონზე. მას ტრამპის მსგავსი თმა ჰქონდა და კოსტუმი ეცვა. ეს გამოსახულება ტრამპმა თავად განათავსა ტვიტერის საკუთარ გვერდზე. მსგავსი რაღაც ერთ წამში ხდება პოპულარული და ხალხი მას დაუყოვნებლივ იტაცებს. ისინი ხშირად ამბობენ, რომ ასეთი მიმების საშუალებით შეიყვანეს ტრამპი თეთრ სახლში. მედიამაც გაიმეორა ეს მოსაზრება, რომ ალტრაიტმა აირჩია ტრამპი, რაც ძალიან დიდი გაზვიადებაა. ეს არ დასტურდება რიცხვებით, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი განწყობა შექმნან. ეს მობილიზაციისთვის არის მნიშვნელოვანი. ბაყაყი პეპეს მსგავსი ინტერნეტ ფენომენები ალტრაიტისთვის კომუნიკაციის ძალიან მძლავრი იარაღია. როცა ლონდონ ფორუმი 2017 წლის ივნისში თავისი დიდი კონფერენციისთვის ემზადებოდა, მათ მიიწვიეს სტუმრები, რომლებმაც ძალიან კარგი კომპეტენცია აჩვენეს ონლაინ მიმდევრების მიზიდვის საქმეში. ეს ერიკია, ჩემი მეგობარი, სასიამოვნოა. კოლინ რობერტსონი ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია, ფსევდონიმით მილენიან ვოუს. ის ავრცელებს ექსტრემისტულ მემარჯვენე მოსაზრებებს, მათ შორის ქალების უფლებების შეზღუდვას. მილენიალ ვოუსი საკმაოდ ცნობილი ინტერნეტ პიროვნებაა, რომელიც გრძელ ვიდეოებს დებს YouTube-ზე და საკუთარ მოსაზრებებს ავრცელებს საზოგადოების შესახებ. ქალებს ხმის მიცემის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. იმიტომ რომ თუ მათ ხმის მიცემის უფლებას მივსებთ, ისინი ჩვენს ფსიქოლოგიურ დაცვით სისტემებს და სამართლებრივ სისტემებს ჩამოშლიან. ერთ დღეს რომ შავკანიან ტიპთან გაიაროს, მერე დასვრებით. საშინელება იქნება. ანტიფემინიზმი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თანამედროვე ულტრამემარჯვენეობის არსს ჩავწვდეთ. ხშირად გაიგონებთ ამ კაცებისგან, რომ ჩვენი ქალები უნდა დავიცვათ. ისინი ლაპარაკობენ ისეთი თქოს, ქალების მხარეს არიან, მაგრამ მათ კაცების საკუთრება დაცხადებენ. ანტიფემინისტური პოლიტიკა მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შავკანიანების, მუსულმანების ან ებრაელების საწინააღმდეგო პოლიტიკა. ეს უპირველესად მამაკაცების და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, მზარდად ახალგაზრდული მოძრაობაა. ანტიფემინიზმი უბრალოდ კიდევ ერთი რამ არის, რაც მათ აერთიანებს. საიდან არიან თქვენი მაყურებლების უმეტესობა, საცხოვრობენ? ფიქრობ 60-70% ამერიკელები არიან. მართლა ამდენია? დიახ, და 20% ბრიტანელია. ერთი მხრივ შეიძლება ადამიანმა ხელის ჩაიქნიოს ამ კოლინ რობერტსონზე, როგორც ერთ უსაქმურზე, რომელიც თავის საძინებელში ზის და ვიდეოებს წერს. მაგრამ ამ ვიდეოებს ათობით ათასი ადამიანი უყურებს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის და სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისით ლონდონ ფორუმი. ჩემი აზრით, თქვენ საქმიანობაში საუკეთესო ის არის, რომ ის ადამიანის არსებობის მთელ ორაზროვნებას მოიცავს. იმედი მაქვს, რომ ასეა. თუ ჩვენ გაბრაზებულ ხელმოცარულება და არ გამოუჩნდებით, საბოლოო ჯამში იმ ადამიანებს დაუმეგობრდებით, ვინც ჩვენ არ გვეთანხმება. დიახ, მართალია. ყოველთვის მნიშვნელოვანია რაინდობაზე და კეთილსინდისიერებაზე ხაზგასმა, ტრადიციულ ფასეულობებზე. ასე უნდა ესაუბრო ხალხს და საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. როდესაც მატარებელი ცენტრალურ ლონდონს უახლოვდება, საუბარი უსაფრთხოების შესახებ იწყება. კონფერენციის ბევრ მონაწილეს სურს, რომ მისი ვინაობა დაფარული იყოს. საყოველთაოდ არის ცნობილი, რა შეემთხვა კოლინ რობერტსონს 2015 წელს, როდესაც მისი ნამდვილი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი გახდა ცნობილი. შოტლანდიაში მას ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა მიაკვლია და დააფიქსირა. როდესაც დაგაფიქსირეს, ამან თქვენი მოსაზრებები ან თქვენი პოლიტიკა ხომ არ შეცვალა? მას შემდეგ უფრო ხომ არ იკავებთ თავს თქვენი აზრები გამოთქვათ? ვფიქრობ, რომ კი. ახლა უფრო ფრთხილი ვარ საუბრისას, იმიტომ რომ გაზეთებმა ბევრჯერ დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი და აღარ მინდა რომ ამის საშუალება მივცე. გარდა ამისა, პოლიციამაც იცის უკვე ვინ ვარ და რადიკალური აზრების გამოთქმას, ამიტომაც ვერ იდები.
კარგი, ხვალამდე. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. ხვალამდე. ნახვამდის. იმისთვის, რომ სხვების ვინაობის გამჟღავნება წაეცილებინათ თავიდან, კონფერენციის ადგილმდებარეობა ბოლო წუთამდე საიდუმლოდ იყო შენახული. სტუმრები იკრიბებიან მეტროს ერთ-ერთ სადგურზე და ჯგუფებად მიდიან ქალაქის სხვა ნაწილში. როგორც ყოველთვის ადგილმდებარეობა არ ვიცით. ოდის გაგვაგებინეს, რომ ლონდონის ცენტრში იქნება. დანარჩენს კი მოკლე ტექსტური შეტყობინებით გავიგებთ. მე წინასწარ ვიცოდი, ვინ მოვიდოდა და ეს გრეგ ჯონსონი უნდა ყოფილიყო. გრეგ ჯონსონი ამერიკელი ულტრამემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერია. ის ასევე ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგია. თავისი ვებგვერდის საშუალებით ის ცდილობს, რომ თეთრ ნაციონალიზმს ინტელექტუალური ლეგიტიმაცია მიანიჭოს. რა არის ცუდი მრავალფეროვნებაში? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მრავალფეროვნების ზრდაზე, ეს ყოველთვის არის ევფემიზმი იმისა, რომ უნდა შემცირდეს თეთრკანიანი ადამიანების რაოდენობა. რატომ უნდა თვლიდეს თეთრკანიანი ადამიანი, რომ ეს კარგი იდეაა? ეს ძალიან ფრთხილი ადამიანია და არასდროს ჩნდება ფოტოსურათებზე. არ ვიცით როგორ გამოიყურება, ან საცხოვრობს. ამიტომ მისი კამერით დაფიქსირება ჩვენთვის დიდი გამარჯვება იქნებოდა. ერიკ, გამარჯვება. გამიხარდა რომ გნახე. ერთმანეთი გაიცანეთ, ეს მონიკაა, ეს კი ერიკი. სასიამოვნოა. სასიამოვნოა. როდესაც მივედი, ყველა გარეთ იდგა. მათ შორის გრეგ ჯონსონიც. ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელსაც თანამედროვე ულტრამემარჯვენეობასთან ბრძოლისას ვაწყდებით, არის დაბალი სოციალური საფასური, რომელსაც ულტრამემარჯვენე აქტივიზმი იხდის. ადრე, როდესაც უნდა დარეგისტრირებულიყავი შეხვედრებზე გევლო, საჯაროდ დაგერიგებინა პამფლეტები. ოჯახმაც იცოდა ამის შესახებ და შენი თანამშრომლები და მეგობრებიც გაიგებდნენ. ახლა კი შენ უბრალოდ საკუთარ საძინებელში ხარ, წერა ანტისემიტურ ვიდეოებს და არანაირ სოციალურ საფასურს არ იხდი ამაში. შეიძლება საკამათო იყოს რამდენად ეთიკური ადამიანის ასე დაფიქსირება, მაგრამ ის სწორედ ამ სოციალურ საფასურს აწესებს ულტრამემარჯვენეებისთვის. მე ვზივარ ტომისლავ სუნიჩის გვერდით. ის ცნობილი ხორვატი მწერალია. შტატებში ცხოვრობდა დიდი ხნის განმავლობაში და ნაცისტურ პარტიებს უჭერდა მხარს. ის ასევე დიპლომატად მუშაობდა ლონდონში. ხორვატიის მთავრობას წარმოადგენდა. უნივერსიტეტებს კვაზი მემარცხენეები, ტრანსგენდერები, ლესბოსელები, ყალბი მარქსისტები და გლობალისტები მართავენ. საშინელ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. რომელ უნივერსიტეტში მუშაობდით? კალიფორნიის უნივერსიტეტში. ყველაზე საშინელი ადგილია დედამიწაზე. თუ ნორმალურ უბანში, მდიდარ უბანში, ანუ თეთრკანიანთა გეტოში არ ცხოვრობ. ჩემთვის დიდი პრივილეგია აქვს გომა, როდესაც ამ ოთახში ზის რამდენიმე ძირითადი მოთამაშე იმ დიდი თამაშისა, რომელიც ისტორიის ქარმა მოიტანა. გთხოვთ, კიდევ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. მადლობთ, გრეგ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რა იმართებათ სხვადასხვა ერებსა და რასებს ამ უსაზღვრო ნიჰილიზმის სამყაროში? საზღვრების გარეშე ვერაფერი შეუშლის ხელს ადამიანებს, რომ ერთმანეთს შეერიონ, მოხდეს გადინება მთელ მსოფლიოში. სანამ ყველა საზღვარი, ყველა განსხვავება არ გაქრება. რა იმართება რასობრივ განსხვავებებს, თუ ცხოვრება მხოლოდ მოხმარებას, გამოცდილებისა და სიამოვნების მიღებას გულისხმობს. მაშინ დიდი უპირატესობა აქვს მას, ვისაც დიდად არ ანაღვლებს, თუ ვისთან დაწყვილდება. ამ სფეროში ნებისმიერი საზღვრის მოშორება ზრდის თქვენი, როგორც სიამოვნების მომხმარებლის შესაძლებლობებს. საბოლოოდ კი თუ რაიმე სახე შთამომავლობა შეიქმნება, ეს იქნება ერთგვარი ჰომოგენიზებული, რომლის შექმნასაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ცდილობს.
სადილის შემდეგ ჯონსონი პატრიკის თხოვნასთან ხვდება და ინტერვიუ მომდევნო დილით იმართება. გამარჯობა. როგორ მინდის საქმეები? კარგად, ყველაფერი კარგადაა. მარტო მოხვედით? გამარჯობა. როგორ დაახასიათებდით საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას? საკუთარ თავს თეთრკანიან ნაციონალისტად ვთვლი. ამით განისაზღვრება ჩემი პოლიტიკური მიზნები. მე მსურს ეთნიკურად განსაზღვრული, ეთნიკურად და რასობრივად ჰომოგენური ერები ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ამისკენ მიისწრაფვიან. გრეგ ჯონსონს ძალიან ახლო კონტაქტები აქვს სტედმანთან. მან ფაქტობრივად ლონდონ ფორუმის კონფერენციის კოპირება მოახდინა და მსგავსი ორგანიზაციები დაარსა ნიუ-იორკსა და სიეტლში. ის ძალიან გავლენიანი ფიგურაა. შეიძლება ჩრდილო-დასავლეთის ფორუმზე დაგისვათ შეკითხვა. დიახ, რა თქმა უნდა. ამ ზაფხულში ერთებულ შტატებში ვიქნები. კონკრეტულად სად? აღმოსავლეთ სანაპიროზე, მაგრამ შეიძლება დასავლეთში ჩავიდე. ჯერ არ გადამიწყვეტია. შემიძლია გესტუმროთ? რა თქმა უნდა. ერთი დღე იქნება, როგორც აქ, არა? დიახ, ერთი დღე. კარგი. ჩვენ ვიცოდით, რომ ალტრაიტის მოძრაობა ამერიკიდან მოდის და იქ ის ყველაზე ძლიერია. ამიტომ თუ გინდა გაარკვიო რას გეგმავს ორგანიზაცია და როგორ ვითარდება ის, ამერიკაში უნდა ჩახვიდე. თავდაპირველად მე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად დამპატიჟეს. მაგრამ ლონდონის აეროპორტში რომ ვიყავი, გრეგ ჯონსონისგან ტექსტური შეტყობინება მივიღე. მან მკითხა, ვიყავი თუ არა თანახმა, რომ კონფერენციაზე სიტყვით გამოსულიყავი. რა თქმა უნდა დავთანხმდე. მაგრამ თან ძალიან მეშინოდა. იმიტომ რომ ამერიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა. იქ ადამიანებს იარაღის ქონის უფლება აქვთ. მაგრამ აშშ-ში პატრიკს კიდევ ერთი გამოწვევა ელოდა. ვაშინგტონის შტატში ფარული კამერის გადაღება კანონით არის აკრძალული. ამას ვერ გააკეთებ. პატრიკმა და Hope Not Hate-მა გადაწყვიტეს, რომ კონფერენციას მაინც დასწრებოდნენ კამერის გარეშე. წინა საღამოს სწავლებაზე ვიყავი. საკმაოდ ვიწრო წრე იყო. დაახლოებით 15-20 ადამიანი. ბევრ მათგანს სამხედრო წარსული ჰქონდა. და ეს კონკრეტული მოძრაობა შეიარაღებული იყო. ისინი ძალიან აქტიურად ემზადებიან რაღაც შეიარაღებული კონფლიქტისთვის, რომელიც დარწმუნებულები არიან, რომ მოხდება. ასეთი წრე იყო შეკრებილი გრეგ ჯონსონის გარშემო. ეს ადამიანები ლაპარაკობდნენ რასობრივ ომზე და იმაზე, თუ რა ბედს უმზადებენ ანტიფაშისტებს. ყველა უნდა ჩამოვახშჩოთო, ასე ამბობდნენ. რომ აღმოაჩინათ სინამდვილეში ვინ ვიყავი, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. ამიტომ ძალიან მეშინოდა. ჩვენი მუშაობის პრინციპი ყოველთვის ის არის, რომ არავის ვავალდებულებთ. ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია უარის თქმა. პატრიკს კი მსგავსი სურვილი არ გამოუთქვამს. ყოველი დავალების შემდეგ საუბრობდით და ვეკითხებოდი, კიდევ თუ უნდოდა გაგრძელება. ის მეუბნებოდა, რომ კი, მეორე დღეს ისევ წავიდოდა შეხვედრაზე. მართლაც მიდიოდა და ყველაფერს აკეთებდა. ჩრდილო-დასავლეთის ფორუმზე ყველა სახის კამერა მკაცრად არის აკრძალული. ბევრი მონაწილე აგრესიული თეთრკანიანთა ნაციონალისტური ჯგუფის ნიუ კასკადიას წევრია. ზოგიერთი შეერთებული შტატების ჯარში მსახურობს და ძალიან ფრთხილობენ, რომ მათი ვინაობა არ გასაჯაროვდეს. მათ ისიც კი არ სურთ, რომ პატრიკმა საკუთარი გამოსვლა გადაიღოს, თუმცა საბოლოოდ თანხმდებიან და უფლებას აძლევენ მას, რომ ამისთვის საკუთარი ტელეფონი გამოიყენოს. გრეგმა მთხოვა მესაუბრა, რა კვლევას ვატარებ. ამჟამად ჩემი პროექტი ეხება მემარჯვენე ანტიგლობალისტური ტრადიციონალისტური მოსაზრებების ჩახშობის მცდელობებს. თემა წინასწარ იყო გადაწყვეტილი. იმიტომ რომ უფლებების დარღვევაზე ადრეც მიმუშავია. ბევრი ჩვენგანი იცნობს ერთ ადამიანს მაინც, რომელიც არ იყენებს თავის ნამდვილ სახელს.
ამას რატომ აკეთებთ? ცხადია, იმიტომ რომ ჩვენ გვეშინია ინფილტრატორების. გვეშინია ანტიფას თავდასხმის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის საზოგადოება, კულტურა, რომელიც შენდებოდა დიდი ხნის განმავლობაში ადამიანთა, ისეთი ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ, ვისაც ჩვენი იდეები არ მოსწონს. ეს იყო ყველაზე შიშის მომგვრელი რამ, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია. თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდი. გრეგ ჯონსონის საიდუმლო ორგანიზაციიდან პატრიკი ახლა აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიდის, სადაც ალტრაითი იღებს სათავეს. დედაქალაქი ვაშინგტონი ალტრაით კორპორაციის სახელია და მას რიჩარდ სპენსერი ხელმძღვანელობს, ადამიანი, რომელმაც მოიგონა ფრაზა ალტრაითი. სტედმანისა და ჯონსონისგან განსხვავებით, მას საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მხელა შთაგონებაა ჩემთვის თქვენი აქ ყოფნა. ხალხმა გამოიღვიძა და ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამას. რიჩარდ სპენსერი ალბათ ყველაზე ცნობილი ალტრაით ლიდერია მსოფლიოში. ის დე-ფაქტო ლიდერი იყო. ტრამპის პრეზიდენტად არჩევამდე ცოტა ხნით ადრე ის ამერიკაში ეროვნული მასშტაბით გახდა ცნობილი. გაუმარჯოს ტრამპს, გაუმარჯოს ჩვენს ხალხს, გაუმარჯოს გამარჯვებას. ის საუნივერსიტეტო კამპუსში გამოდიოდა სიტყვით. მისი ვიდეოები სუპერ პოპულარული იყო. სულ უფრო მეტ ახალგაზრდას მოსწონდა ის. ახლა კი ალტრაითის ამომავალი ვარსკვლავის წარდგენის დროა. მინდა სცენაზე მოვიწვიო ჯეისონ ჯორჯანი. ჯორჯანი სტრატეგიისა და საგამომცემლო საქმის ხელმძღვანელია. ჯეისონ, გთხოვთ. მადლობთ. მოკლედ, ბოლო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რომელშიც ვფიქრობ, ალტრაითის აღზევებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩემთვის, როგორც ალტრაითის ყველაზე მნიშვნელოვანი პრესის ლიდერისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. სტედმანის მხრიდან კიდევ ერთი წარდგენის შემდეგ პატრიკი სულ მალე ჯორჯანის უნდა შეხვდეს და მას ალტრაითის სწრაფი აღზევების შესახებ კითხოს. ისინი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში შეხვდნენ. ამ მოძრაობას მასობრივი მიმზიდველობა აქვს. ჩვენ ახლა კონტრკულტურა ვართ. ახლა ისინი არიან აუთსაიდერები. ჩვენ ანტი-ისთებლიშმენტი ვართ. ჯორჯანი პატრიკს ეუბნება, რომ ის და კორპორაცია ალტრაითი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღლობირებს. სხვათა შორის კონტაქტები მქონდა ტრამპის ადმინისტრაციასთან. ეს კორპორაცია ალტრაითი სულაც არ არის ერთი უბრალო ინიციატივა, როდესაც ადამიანს რაღაც იდეა მოსდის თავში. სულაც არა. ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის განსაზღვრელი ჯგუფი. და ადამიანი, რომელიც ამის სახე იყო, არის სტივ ბენონი. ჯორჯანი ამტკიცებს, რომ ეს კონტაქტები ტრამპის ადმინისტრაციასთან მაშინ შეწყდა, როდესაც სტივ ბენონი ტრამპს დაუპირისპირდა. ჯორჯანი ამბობს, რომ ადმინისტრაციას ბენონის აზრები უნდა გაეთვალისწინებინა და მოკავშირეებად ევროპა, ინდოეთი და იაპონია ერჩია, რათა ახალი სუპერძალა შექმნილიყო. ჩინეთს და მუსლიმურ სამყაროს ამ ალიანსთან გაერთიანების უფლება არ უნდა მიეცეს. 25 წელიწადში მუსულმანები რაოდენობით ინდოეთს გაუთანაბრდებიან. ჩვენ ისინი უნდა შევაჩეროთ. და ეს შიშობა არასასიამოვნო პროცესი იქნება. პაკისტანი ბირთვულ ომში უნდა გავანადგუროთ. და ეს ბირთვული კონფლიქტი იმ რეგიონში ბევრ მუსულმანს დახოცავს. იმიტომ რომ ისინი პაკისტანს დაუჭერენ მხარს და შიდა მტრება ჩაითვლებიან. რის გამოც განადგურდებიან. ეს საშინელება იქნება, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ იმ რეგიონზე კონტროლს დავამყარებთ, რისი ფასიც რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანის განადგურება იქნება. მისი ხედვები და მოსაზრებები დიდად არ განსხვავდება ამ მოძრაობის სხვა წევრების აზრებისგან. მაგრამ უნდა ვაღიარო, ჯორჯანი მათზე ერთი ნაბიჯით წინაა. მას აქვს ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება. მან იცის რა უნდა და რა არის ამის ფასი. და ეს ფასი არის ძალიან ექსტრემალური. მოდი ასე გეტყვი, 50 წელიწადში ჩვენ გვექნება ევროპა, სადაც ბანკნოტებზე გამოსახული იქნება ადოლფ ჰიტლერი
ნაპოლეონ ბონაპარტი და ალექსანდრე მაკედონელი. ჰიტლერიც ასე იქნება დანახული, ან როგორც ნაპოლეონი და მაკედონელი და არა როგორც რაღაც ურჩხული, რომელიც უნიკალურია და ცალკე კატეგორიაა. ეს იქნება დანახული როგორც დიდი ევროპელი ლიდერი, როგორც ნაპოლეონი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი შეცდომები დაუშვა. ჯორჯანი და სპენსერი ცდილობენ, რომ ულტრამემარჯვენეები გლობალურად გააერთიანონ. სპენსერის აზრით, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ამერიკელი ულტრამემარჯვენეების გაერთიანება ერთი ლოზუნგით: ერთიანი მემარჯვენეები. 12 აგვისტო. ერთიანი მემარჯვენეების აქცია ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. ყველას ვინც აქ ხართ, 12 აგვისტოს შარლოტსვილში გელოდებით. კარგად გავერთობით. აბსოლუტურად ცხადი იყო და ჩვენი კვლევებითაც დასტურდებოდა, რომ შარლოტსვილი გადამწყვეტი მომენტი იქნებოდა. ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა. ალტრაიტი ძირითადად ინტერნეტ მოძრაობაა და შარლოტსვილი იყო ადგილი, სადაც ჩვენა მასიური ინტერნეტ აქტივიზმის რეალურ ცხოვრებაში გადმოსვლა უნდა გვეხილა. შარლოტსვილში პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით სამოქალაქო ომის ერთი სკანდალური მეთაურის, რობერტ ლის ქანდაკება უნდა აეღოთ. ალტრაიტისთვის კი ლი ამერიკის სამხრეთში რასობრივი სეგრეგაციის ისტორიის ძლიერ სიმბოლოს წარმოადგენს და მათ სურთ, რომ მისი სახელი ისტორიას შემორჩეს. ხალხი მთელი ქვეყნიდან იყო ჩამოსული. აქცია 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მე იქ 9-ზე მივედი. ადგილი უკვე მთლიანად შევსებული იყო ხალხით. ერთიანი მემარჯვენეებიც იქ იყვნენ და ძეგლის გარშემო ადგილს ვერ იპოვიდი. გარშემო ყველგან პოლიცია იყო, სახლების სახურავებზეც. ჩვენს თავზე კი ვერტმფრენები დაფრინავდა. გარე პერიმეტრზე პარკისა და შემოღობილი ადგილის მიღმა პატარა შეიარაღებული ჯგუფები იდგა. მათ ავტომატები ეკავათ ხელში. დემონსტრაციის მონაწილეები კი ძალადობისთვის ემზადებოდნენ. კონტრდემონსტრანტები მემარჯვენეებს ნელ-ნელა ალყაში აქცევენ. ატმოსფერო სულ უფრო და უფრო იძაბება. სანამ 12 საათი გახდებოდა და დემონსტრაცია დაიწყებოდა, პოლიცია მოვიდა და გითხრა, რომ აქციის ჩატარების ნებართვა გაუქმებული იყო. ჩვენ დაშლა გვთხოვეს და ხალხმა წასვლა დაიწყო. თუმცა არა ყველამ. ზოგიერთმა აირწინაღების გაკეთება დაიწყო. პოლიციამ გითხრა, რომ უნდა წავიდეთ. დავიკიდოთ. დავიკიდოთ. ყველას უთხარით, რომ კიდია. ნუ მიდიხართ. უფლება გვაქვს, რომ აქ ვიყოთ. დარჩით. და სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ჩვენ აქ დავრჩებით. ჩვენ აქ დავრჩებით. ჩვენ აქ დავრჩებით. ხალხი ძალიან იყო აღგზნებული და შეგრძნება გაჩნდა, რომ სიტუაცია სახიფათო ხდებოდა. მემარჯვენეები სულ უფრო და უფრო აგრესიულები ხდებიან და რამდენიმე კონტრდემონსტრანტი მათ საპასუხოდ თავს ესხმის. პოლიცია გადაწყვეტს, რომ აიძულოს ალტრაიტი შეწყვიტოს დემონსტრაცია, რაც კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. საქმე გააკეთეთ, თეთრკანიანო ადამიანებო. ჩვენ დღეს გთხოვთ, რომ დაიცვათ ადამიანების სიტყვის თავისუფლება, არა მხოლოდ ისე, როგორც იცავთ, არამედ განსაკუთრებით დაიცვათ თქვენი რასის სიტყვის თავისუფლება, თქვენ ნაძღრალა მძორებო. ამ გაბრაზებულ გამწარებულ ხალხთან ერთად ვიყავ. იმ დღეს ისეთი ფრაზები მოვისმინე, რომელიც ცხოვრებაში არასდროს გამიგია. მინდა რომ მათ სისხლში ვიბანაო. ისინი ყვიროდნენ და რომელიღაც უმცირესობას ასახელებდნენ. პატრიკი და გაერთიანებული მემარჯვენეები ძეგლის ტერიტორიას განარიდეს. მთელი გზა მათ კონტრდემონსტრანტები მიყვებოდნენ. მე უბრალოდ მივდიოდი და გარშემო ვიყურებოდი. სწორედ მაშინ გამოჩნდა ის მანქანა დემონსტრანტებთან ახლოს. წადით თქვენი. წადით თქვენი. წავედით. შემდეგ კი მთელი ეს ხალხის მასა ჩვენკენ წამოვიდა ტალღასავით.
პანიკა იყო. მოულოდნელად დავინახე, რომ მიწაზე ხალხი ეყარა. აღმოჩნდა, რომ ვიღაც მამაკაცი საკუთარი მანქანით შევარდა დემონსტრანტებში. ის ფილცი იყო გვარად და ძეგლთან იდგა. ისევე როგორც სპენსერი, მე და სხვები. მამაკაცი, რომელიც მანქანით დემონსტრანტებში შეიჭრა, 19 წლის ალექს ფილცი აღმოჩნდა. მომხდარის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. ჰიზერ ჰეიერი. ქალი 22 წლის იყო, შარლოტსვილში ცხოვრობდა და სოციალურად დაუცველებისთვის მოხალისედ მუშაობდა. თავისი უკანასკნელი სიტყვები მან Facebook-ზე დაწერა. შოკირებული ვარ, რომ ეს სწორედ მაშინ და სწორედ იქ მოხდა. მსგავსი რაღაცისთვის წინასწარ ვერ მოემზადები. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მიკვირს. ასეთი რამ აუცილებლად მოხდება, თუ მუდმივად ახდენთ ადამიანების დეჰუმანიზაციას. ეს მოძრაობის ლოგიკური შედეგია. მას მსგავსი შედეგებისკენ მივყავართ. თუნდაც ამ ადამიანებს არ სურდეთ ძალადობრივი ქმედებების ჩადენა. ეს მოძრაობა მაინც იწვევს ძალადობას. იმიტომ რომ ისინი ხელს უწყობენ, რომ ადამიანებმა ამგვარად იფიქრონ სხვა ადამიანებზე. თელმა ალტრაიტმა გააკეთა კომენტარი შარლოტსვილში მომხდარ მკვლელობაზე. ზოგი მომხდარზე იმობდა, ზოგი კი თავის გამართლებას ცდილობდა. ვფიქრობ ის, რაც შარლოტსვილში მოხდა, უფრო მეტად შესაძლებლობაა ვიდრე კრიზისი. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ აზრები და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება. შემდეგ კი შეტევაზე გადასვლა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმ ბიჭს კარგი ადვოკატი ჰყავდეს. ფილდს ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამის შემდეგ თეთრმა სახლმა ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ იყო რეალურად პასუხისმგებელი. დონალდ ტრამპი დიდხანს უარს ამბობდა შარლოტსვილში მომხდარი მკვლელობის დაგმობაზე. თავდაპირველად მან ორივე მხარე დაადანაშაულა მომხდარში. ალტრაიტის განმარტება მითხარით. თავარია როგორ იქცევიან? მითხარით, გთხოვთ. მშვიდობიან დემონსტრანტებს თავს ესხმიან. უკაცრავად, მემარცხენეებზე რას მეტყვით, რომლებიც თავს დაესხნენ ხალხს? მემარცხენეებზე რას იტყვით, რომლებიც მემარჯვენეებს დაესხნენ თავს? აქ თუ არა მათ რაიმე სახის დანაშაული შეგრძნება? ჩვენს კითხვას უპასუხეთ. ნება მომისით კითხოთ, რას იტყვით იმაზე, რომ სწორედ მემარცხენეები დაესხნენ თავს? ხელკეტებით რომ მოდიოდნენ. ვფიქრობ, მათი პასუხისმგებლობაც არის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო საშინელი დღე. არ დამიმთავრებია მაცადეთ, ჯერ არ დამიმთავრებია. ეს ყალბი ინფორმაციაა. ლონდონში დაბრუნებულმა პატრიკმა და Hope Not Hate-მა თავიანთ კვლევაზე დიდხანს იმსჯელეს. 2017 წლის სექტემბერში მათი ანგარიში ინტერნეტში გამოქვეყნდა. მსოფლიო მედია საშუალებების გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო. როცა მტვერი დაილექა, პატრიკ ჰერმანსონის სწავლას დაუბრუნდა. თუმცა მემარჯვენე ექსტრემიზმს კვლავ ადევნებს თვალყურს. მისი წელი ალტრაიტში საბოლოოდ დასრულდა. პატრიკმა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა, მაგრამ ამას თავისი ფასი ჰქონდა. ის ახლა საიდუმლო მისამართზე ცხოვრობს, მაგრამ პატრიკისა და ჯო მალჰოლმისთვის ბრძოლა გრძელდება. ალტრაიტისა და ზოგადად ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უსასრულოა. 1945 წელს არ დასრულებულა. თუ ფაშიზმი ვერ დასრულდა გაზის კამერებით, ის ვერც New York Times-ის სტატიები დასრულდება. მაგრამ ეს იყო ძლიერი დარტყმა და მსგავსი დარტყმები ხშირად უნდა მოხდეს. მათ უკან უნდა დავახევინოთ, შევაჩეროთ, რათა მეინსტრიმში ვერ შევიდნენ. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რათა მუდმივად ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი აღარ აღზევდებიან ისე, როგორც ეს წარსულში მოხდა. გახმოვანებულია მთავარ არხზე.